34 წლის შემდეგ თემურ ქეცბაია დინამო თბილისში დაბრუნდა. ამჯერად მთავარი მწვრთნელის პოსტზე. 58 წლის სპეციალისტი დინამო თბილისმა ოფიციალურად დღეს წარადგინა და დინამო არენას საპრესკონფერენციო დარბაზში მედიის კითხვებსაც უპასუხა. მათ შორის საუბარი იყო სამომავლო გეგმებზე, ევროტურნირებზე, ეროვნულ ლიგაზე, გულშემატკივრების ჩართულობაზე და სატრანსფერო პოლიტიკაზე. მასთან ერთად იმყოფებოდა დინამო თბილისის დირექტორი ზაზა დოლიძე. მათ მოსმენამდე დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. მინდა ჩემი სიტყვა დავიწყო და მადლობა მოუხადო ჩვენს ყოფილ მთავარსწორს ვლადიმერ კაკაშვილს, რომელიც მოგეხსენებათ არის ჩვენი სტრუქტურიდან თავიდან ბოლომდე 10 წელზე მეტია უკვე დინამოში მუშაობს და მან ამ პირობებში ვფიქრობ, რომ გააკეთა თავის მაქსიმუმი, კლუბისთვის ბევრი რამე გააკეთა და შესაბამისად ერთად შევთანხმდით, რომ ახალი ეტაპის დაწყების დრო იყო და ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ დღის მდგომარეობით შევარჩიეთ საუკეთესო ქართველი მწვრთნელი, საუკეთესო კანდიდატი დინამო თბილისის მთავარი მცველობის პოსტზე და მე მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ თემურს, რომ მან აიღო ეს პასუხისმგებლობა ჩვენთან ერთად და დათანხმდა დინამო თბილისის მთავარი მცველობის კანდიდატურას. მინდა წარმატებები უსურვო პირველ რიგში, ასევე მინდა აღუთქვა პრეზიდენტის კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან სრული მხარდაჭერა, მას ექნება სრული უფლებამოსილება, რომ განახორციელოს ის რეფორმები, რომელიც საჭიროა დინამო თბილისის იმ დიდების დასაბრუნებლად, რომელსაც ყველა ელოდება, ყველა ქართველი ფეხბურთის გულშემატკივარი და არა მარტო ქართველი. ამიტომ მინდა წარმატებები უსურვო ბატონ თემურს ამ პოსტზე. მადლობა, ბატონო თემურ, თქვენს გხოთ. პირველ რიგში მოგესალმებით ყველას. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ნდობისთვის, გუნდის ხელმძღვანელობას, პრეზიდენტს, ბატონ რომან ფიფიას. რომ აი ესეთი შესაძლებლობა მომცა, რომ ვიმუშაო იმ გუნდში, სადაც დიდი ხანია როგორც ფეხბურთელმა ვითამაშე და ბრუნდები ისევ როგორც ამ გუნდში როგორც მწვრთნელი 35 წლის მერე. ეს დიდი პასუხისმგებლობაა, დიდი საქმეა, იმიტომ რომ თბილისის დინამო არის ნომერ პირველი გუნდი საქართველოში. შეიძლება ეხლა რაღაც პრობლემები არის, მაგრამ ამ პრობლემების აღმოსახრად მოვედით აქ, რომ გავაკეთოთ ის, რაც გასაკეთებელია და რაც შეფერის თბილისის დინამოს. პირველ რიგში დავიბრუნოთ ჩვენი სახელი, არ აქვს მნიშვნელობა თბილისის დინამო ყოველთვის იყო, იქნება თბილისის დინამო და ნომერ პირველი გუნდი. ყველა იმ ბავშვის ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც იზრდება, ყველა იმას ნატროლობს, ჩვენ დროს ესე იყო, იმედია რომ ეხლაც ესეა, რომ თბილისის დინამოში მოხვედრილიყო. ამ გუნდს ყველანაირი პირობები აქვს იმისათვის, რომ ტიტულებზე იბრძოლოს, სამწუხაროდ ამ სიტუაციაში, რა სიტუაციაში არის დღეს თბილისის დინამო, რა თქმა უნდა, ყველაფერი ვერ მოხდება ერთ დღეში, ამისთვის დრო არის საჭირო, იმიტომ რომ თბილისის დინამოში ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობს, როგორც ქართველი, ისე უცხოელი და მე ვფიქრობ, რომ ამ გუნდს სჭირდება გამოცდილი ფეხბურთელები, რომლებიც ამ ახალგაზრდა ბიჭებს სტოლზე დააყენებენ და უფრო კარგად დაეხმარებიან იმაში, რომ მაგათაც მიაღწიონ დიდ მიღწევებს ნაკრებში თამაში და ევროტურნირებზე თამაში. სამწუხაროა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ვერც ერთმა ქართველმა გუნდმა ვერ მოახერხა და მოხვედრილიყო ევროტურნირებზე. რა ვიცი, ამაზეც ბევრი არის საფიქრალი, ბევრი არის გასაკეთებელი. იმიტომ რომ ეს რომ მოხდეს, ამიტომ საჭირო არის ფული. იმედია რომ დადგება ის დრო, როცა გვექნება ჩვენი იმის საშუალება, რომ ისეთი გუნდი გავაკეთოთ, რომელიც იბრძოლებს ევროტურნირის შესასვლელად რა. ნუ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ამ დიდი პატივია ჩემთვის, რომ თბილისის დინამოს მცველი ვიყო. ეს ჩემი გუნდია, მე ამ გუნდის ყურებით გავიზარდე, როგორც ფეხბურთელი და მეძლევა იმის საშუალება, რომ დავბრუნდე როგორც მცველი. ჩვენი მხრიდან ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენ შეგვიძლია, რომ ეს გუნდი დაუბრუნდეს იმ წარმატებებს, რაც წარმატებები ჰქონდა წარსულში.
პირველ რიგში წარმატებას გისურვებთ დინამოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე და პირველი კითხვა ასეთი იქნება, რა იქნება ის მთავარი პრიორიტეტები, რასაც დინამოში აპირებთ შეცვალოთ, ფუნდამენტურ სრულებზე გულისხმობთ, რა იქნება ის პირველი ნაბიჯები, რაც აპირებთ შეცვალოთ დინამოში. მადლობთ კითხვისთვის. პირველ რიგში რა არის საჭირო, არავის არ გვიხარია და არავისთვის არ არის სასიხარულო ის სიტუაცია, რომ დღეს თბილისის დინამო მერვერდოზეა. მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ეს სიტუაცია გამოვასწოროთ რა. როგორც გითხარით წინ, ეს სიტუაცია ერთ დღეში, ერთ თვეში არ გამოსწორდება. თქვით ისიც რომ საჭირო არის რომ მოიყვანოთ გუნდში გამოცდილი ფეხბურთელები, რომლებიც დაეხმარებიან ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებს რა. ყველანაირი ხარდაჭერა გვაქვს გუნდის პრეზიდენტიდან, რომ ის თავის მხრიდან ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გუნდი გავაძლიეროთ და ის გუნდი ნახოს თბილისის დინამოს გულშემატკივარმა, რა გუნდსაც ისინი ელოდებიან. რა თქმა უნდა, თემა კიდევ გულშემატკივარზე არ გვითქვია. სამწუხაროა, რომ თბილისის დინამო თამაშობს ამხელა სტადიონზე, ერთ-ერთ ულამაზე სტადიონზე და გულშემატკივრები არ არიან ტრიბუნები. ეს რა თქმა უნდა იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებისაც ძალიან ძნელი არის რა. სარელი ტრიბუნების წინ ფეხბურთის თამაში არავისთვის არ არის კარგი, ამიტომ ჩვენ გვინდა რომ რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი მოვიდეს სტადიონზე და დაეხმარონ ჩვენ ბიჭებს თუ თავიანთ მიზანს მიაღწიონ რა. მადლობა, საბა. საბა აქ ახარ მეთქი არ ხშირად არ ჩამოდიხარ საქართველოს ზუჰაერში ხარ რა. ჩემი კითხვა ერთ-ერთ კონკრეტულზე რომელიც დინამოში დაფინანსირდა თორნიკო ქრიაშულზე აპირებთ თამაშობს კიდევ რა მე აპირებთ ამას აურეკოთ ახლა პაუზა ჩვენ ახლა ისეთი ფეხბურთელები გვჭირდება რომელიც ეგრევე გუნდში შემოვა და გუნდს დაეხმარება ახლა იმის დრო არ აგვაქვს რომ დავალოდო პრინციპში ტრანსფერებამდე კიდევ თვენახევარია დარჩენილი. რა თქმა უნდა, როგორც ვილაპარაკეთ გუნდის ხელმძღვანელობასთან, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და დავიმატოთ ახალი ფეხბურთელები, გუნდში გამოცდილი ფეხბურთელები, რომლებიც გუნდსაც დაეხმარებიან და ახალგაზრდა ბიჭებსაც დაეხმარებიან. მადლობა, ირაკლი. მოგესალმებით ბატონო, დამატებითი თუ არის შეთანხმება ამ თამაშთან დაკავშირებით, როგორც სტილის იქნება თემურქეცბაია, ბრიტანული დაგებით მენეჯერი, რომელიც კლუბის ცხოვრების სხვადასხვა სტრუქტურაშია ჩართული, თუ აღმოსავლეთ რესპუბლიკების რა თქმა უნდა, მინდა ყველა იმაში ვიყო მეც ჩართული და რა თქმა უნდა, ყველა იმაში მე მას გულისხმობ, რომ ვინც კი ფეხბურთელი მოვა გუნდში, რა თქმა უნდა, ჩემი თანხმობით მოვა გუნდში, რა თქმა უნდა, ამ ყველა ფეხბურთელს ვინც კი იქნება კანდიდატი იმისა, რომ თბილისის დინამოში რომ მოვიდეს, ყველა ფეხბურთელს განვიხილავ და ყველა იმაზე ჩვენი ის იქნება მიცემული, ჩვენ მენდობით ჩვენ ხავს, ვინცაც ვიცნობ, ვინც ამ საქმეს აკეთებს. რა თქმა უნდა, როგორც ჩნდება, მინდა რომ ისეთი ფეხბურთელები მოვიდნენ, რომლებსაც მე ვიცნობ და რომლებიც ვიცი და ვგრძნობ, რომ ისინი დინამოს დაეხმარებიან და ეხლა ეს როგორ მოხდება, ამას იმდენი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის თავარია, რომ ფეხბურთელები მოიყვანო, რომლებიც თბილისის დინამოს დაეხმარებიან იმაში, რომ გახდეს ის თბილისის დინამო, რომელიც უნდა თბილისის დინამოს გულშემატკივარს და ქართულ გულშემატკივარს. მადლობა, დათო. პირველ რიგში გილოცავთ, ძალიან სასიამოვნოა ესეთი დაბრუნება და დინამოს მინდა მადლობა უთხრა, ჯერ არ გავაიღო, შემდეგ თემურქეცბა ესეთი ხალხი არის კიდევაც ტრიბუნებზე ცოტა გულშემატკივის შესახებ. საინტერესოა, მაინც თქვენ ნახევარი თქვით, რომ სატრანსფერო ფანჯის გახსნილია დარჩენილი. ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ თქვენ გააქვთ სრული მხარდაჭერა პრეზიდენტისგან და კლუბის ხელმძღვანელობისგან. აი მცირე მონახაზი მაინც თუ შეგიძლიათ გითხრათ იმ დონემდე, რა დონემდე შეიძლება ეს გაგვანდოთ, როგორი იქნება თემურქეცბაიას ფორმაციის დინამო თბილისი.
ნუ იცი რა არის ხა თემურ ქესპაიას კი არის თვითონ თბილისის დინამოს ის არის რომ ერთადერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდია საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში იმ ისტორიაში სადაც საბჭოთა კავშირი იყო მაშინაც ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო გუნდს რომელსაც ევროპის თასი აქვს მოგებული გუნდს რომელსაც ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს არა საქართველოში არამედ საუგარეთაც და გვინდა რომ ის დაუბრუნოთ რა ჩვენ თბილისის დინამოს რა კიდევ ერთი გეუბნებით რა ეს სალაპარაკოდის ადვილია ეს არ იქნება ადვილი გასაკეთებლად იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა არის საჭირო როგორც გითხარით კი ჭირდება გამოსტილი ფეხბურთელები გუნდს როგორც გითხარით დღეს გუნდი არ არის ისეთ სიტუაციაში რა სიტუაციაშიც უნდა რომ ეს ნახოს თბილისის დინამოს გულშემატკივარმა და ჩვენ ყველანაირად ვეცდებით რა გვაქვს კარგი კომუნიკაცია გუნდის პრეზიდენტთან სადაცთან ყოველ დღე პრინციპში ერთად ვართ ვიცით რა გჭირდება მაგრამ სამწუხაროდ რაც გჭირდება ამას დღეს ვერ იმას ვიზამთ ეს უნდა დავალოდოთ კიდევ ჩვენ ნახევარი როცა გაიხსნება ტრანსფერები და მანამდე დიდი სამუშაო მოგვიწევს გასაკეთებელი კიდევ ერთხელ ვიმეორებ ძალიან კარგი ნიჭიერი ფეხბურთელები ყავს ახალგაზრდები როგორც ქართველები ისე უცხოელები მაგრამ ამ ფეხბურთელებს ჭირდებათ გამოსტილი ფეხბურთელები და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ ის დონის ფეხბურთელები ჩამოიყვანოთ რომლებიც მართლა ამ ბიჭებსაც დაეხმარება და რა თქმა უნდა თბილისის დინამოსაც დაეხმარება იმაში რომ დაიბრუნოს თავისი სახე კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს ერთ დღეში და ერთ თვეში ვერ გაკეთდება ამიტომ არის ჩვენ მოლაპარაკება ქონდა რომ და გავაფორმეთ სამწლიანი კონტრაქტი რომ ამ 3 წლის განმავლობაში გავაკეთოთ ის რაც მოვილაპარაკეთ თუ გაკეთდა რა თქმა უნდა ჩვენი ურთიერთობა კიდევ გაგრძელდება თუ არა და ალბათ უკვე სხვას მოუწევს ამის გაკეთება მაგრამ ჩვენ ვჯერა რომ ამის გაკეთება შეიძლება მაგრამ საჭიროა დრო მადლობა ბატონო თენგიზ გამარჯობა გილოცავთ ისურვე წარმატებას როდის დაიწყო საუბარი კლუბის პრეზიდენტთან ჩვენ ამ პოზიციაზე დინამოში მოსვლის მე ვიცი სხვადასხვა წყაროებიდან პულისებიდან და კოსმოსიდანაც რომ რამდენიმე წინ შეხვით ბატონ ფიტიას იყო საუბრები მაგრამ ალბათ იყო შეხახნებები რა ამოცანები დაგისახათ რესპუბლიკის პრეზიდენტმა ამ წელს მომავალ წელს როგორც გავიგეთ კონტრაქტი 28 წლის ბოლომდე ხო ნამდვილად ასეა ახლა დეტალებს არ გეკითხებით მაგრამ მინიმუმი მაინც რომ გვითხრათ ამ თემაზე როდის დაიწყო როგორ მოხდა და რა ამოცანებია გაქვთ თქვენ დასაწყისად ნუ პრინციპში დღესაც დაწყებულა ეს ლაპარაკი ჩვენ შევხვდით მაშინ თბილისის დინამო იყო პატარები იყვნენ ჩამოსულები სათამაშოდ კიბზე და იქ ქონდა შეხვედრა მადლობა მომაბიფიასო გუნდის პრეზიდენტს რომ მეც მაჩუკა საუბილეო თქვენს მაისური ჩემთვის ძალიან დიდი პატივიც ამან და ძალიან დიდი სიხარული გამოიწვია ამან გამოვიდინეთ რომ თბილისის დინამო გახდა 100 წლის ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია გუნდისთვის, ქვეყნისთვის, ყველასთვის, ვინც კი თბილისის დინამოს გულშემატკივარია. იქ კონდა ლაპარაკი, მაგრამ მაშინ მე პრინციპში კიბზე მუშაობდი. ნუ მანამდე ბევრჯერ შეხვედრილა და ბევრჯერ გვილაპარაკია, მაგრამ თვითონ გუნდის პრეზიდენტი არ იყო იმისთვის მზად, რომ ის რასაც მე ვითხოვ როგორ მწვნელი და მე კი არ ვითხოვ ის რასაც ქართული გულშემატკივარი ითხოვს, ის რასაც თბილისის დინამოს გულშემატკივარი ითხოვს, ამის მზადყოფნა არ იყო მაშინ. ნუ ახლა კონდა ლაპარაკი, რაც პოზიტიური ლაპარაკი იყო გუნდის პრეზიდენტთან. იმედი მაქვს მე და თვითონაც აქვს იმის იმედი, რომ ის ყველანაირი პირობები შეგვიქმნის იმისათვის, რომ თბილისის დინამო დაუბრუნდეს წარმატებებს, იმიტომ რომ ეს არავისთვის სასიხარულო არ არის, რომ თბილისის დინამო ამ სიტუაციაში არის, იმიტომ გახდა ჩვენი ის სამწლიანი კონტრაქტი, რომ ამ 3 წლის განმავლობაში დავაყენოთ ის გუნდი, რომელიც მართლა უკვე გახდება ის გუნდი, რომელიც თბილისის დინამოს გულშემატკივრებს გაახარებს, შევძლებთ იმის თქმას, რომ ყავს ისეთი გუნდი, რომელიც მართლა ევროტურნირებზე იბრძოლებს იმისათვის, რომ ქვეჯგუფში მოხვდეს.
სამწუხაროდ ეს სიტუაცია დღეს არ არის, მაგრამ ამის იმედი გვაქვს და ყველა წინა პირობა არის იმისი, რომ ამის გაკეთება შეიძლება. ნუ ეხლა შეპირება მე არასდროს არ მიყვარდა, არასდროს არ გავაკეთებ იმას, ვიტყვი რომ რა იქნება 1 წელი და 2 წელი და 3 წლის მერე, მაგრამ ჩვენ 3 წლიანი კონტრაქტი მოვაწერეთ, რომ ქონოდა დრო იმის დრო, რომ ეს გავაკეთებინა. თუ შევძლებთ, რა თქმა უნდა, კარგი იქნება თუ არა და ალბათ უკვე სხვა იზამს ამ საქმეს. მადლობა. ლუკა. როგორ დაეხმარება დინამოს თუნდაც ამ ჩემპიონატში გამოსვლა და ცელს რა იქნება მიზანი და ევროპასთვის რამდენად საკმარისია ზონე, რადგან ეს ეროვნული ლიგა იწება. ნუ სამწუხაროა რომ ეს პირველი მარტო წლევანდელი ჩემპიონატი კი არა, საერთოდ უკვე წლებია. სამწუხარო არის ის, რომ ყველას ეგონა, რომ როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, ალბათ საქართველოში ფეხბურთი ყოველთვის იქნება ყველა იმ რესპუბლიკებიდან საუკეთესო სიტუაციაში, და სიტუაციაში სამწუხაროდ 30 წელიწადია უკვე პრინციპში ტარდება ევროტურნირები და ჩვენ მარტო ერთხელ ვიყავით, ისიც 20 წლის უკან, როდის იყო არ მახსოვს და იმის მერე ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა. ნუ პრობლემები არის, რომ ჩემპიონატის არ არის იმ დონეზე, რა დონეზეც ჩვენ ყველას გვინდა. სამწუხაროდ ის წამყვანი ფეხბურთელები, კაი ფეხბურთელები, რომლებიც ახალგაზრდები არიან თუ ხანშიასულები, როცა აქვთ იმის საშუალება, რომ კონტრაქტი სხვა უცხოელ კლუბებთან გააფორმონ. არავინ არ ჩერდება აქ, არ ჩერდება, იმიტომ რომ დონეც არ არის დონე, რაც უნდა იყოს საქართველოში და ეკონომიურადაც კიდევ არ არის იმის საშუალება, რომ ამ ხელაფული გადაუხადონ ფეხბურთელებს და დარჩნენ საქართველოს პირველობას სათამაშოდ. ნუ რა თქმა უნდა, კაი ფეხბურთელები, ახალგაზრდები, რომლებიც არიან, თუ არ იმის საშუალება, რომ კაი დონის გუნდებში წავიდნენ, რა თქმა უნდა, ეს კარგი არის. მაგრამ ხანდახან ისე ხდება, რომ ისეთ გუნდებში მიდიან, იმ გუნდებს იმის საშუალება აქვს, იმდენი ფული გადაუხადონ, ეს არის სამწუხარო, იმიტომ რომ არ არის ჩვენთან სახარბიელო სიტუაცია ამ მხრით, თვითონ გუნდების სიტუაცია ძალიან ცუდია, შეიძლება ისეთი იყოს ეკონომიურად და ეხლა თუ არა გაქვს ეკონომიური საშუალება, მაშინ ძალიან ძნელია რომ კაი გუნდი გააკეთო რა. ყველაფერი ფულზე არის დამოკიდებული დღეს. და იმედია რომ რა ვიცი, ჭირდება რომ საქართველოს პირველობა გახდეს უფრო უკეთესი, იმიტომ რომ პირველ რიგში ეს ჩვენი ჩემპიონატისთვის კაია და მეორე კიდევ საქართველოს ნაკრებისთვის კაი იქნება. სამწუხაროა ის არის რომ თითქმის 25 ფეხბურთელიდან არც ერთი არ არის საქართველოს პირველობიდან საქართველოს ნაკრებში და ეს ძალიან ცუდი ის არის რა, ნაკრებისთვისაც და რა თქმა უნდა საქართველოს პირველობისთვისაც. რა ვიცი, იმედია რომ ეს გამოსწორდება ეს სიტუაცია და უფრო უკეთესი ჩემპიონატი იქნება საქართველოს ჩემპიონატი. მადლობა. Yurikshi Yurtsovka Tamatovs Kisur, Prince Arsenet August პროცესში გულშემატკივარი და ენსკალერტის რამდენად კრიტიკულად არის განწყობილი და ნეგატიურად სამწუხაროდ ქართული გულშემატკივარი. აი ასეთ კონდიციურ ადამიანებს ამ შემთხვევაში გულშემატკივრებს რატომ უნდა მოვიდნენ თქვენ დინამოს დაყოლებოდ, იმიტომ რომ ხშირად ისმის კითხვა გულშემატკივრისგან რატომ უნდა მივიდეს სტადიონზე, რატომ უნდა უყურო დაბალი დონე. თქვენ გასაკვირით ნუ ეხლა მარტო ჩვენთან არ არის რა, ეხლა სამწუხარო ეს არის რომ თვითონ გუნდებსაც რა, ეხლა რამდენი უნდა იხადოს ერთმა კაცმა თავი ჯიბიდან ფული, როცა ტელევიზიიდან ფული არ შემოდის. გულშემატკივარი სტადიონზე არ დადის. საიდან ეხლა შემოსავლება საიდან მოდის დღევანდელ ფეხბურთში რა? აქედან მოდის ტელევიზია, აქ კიდევ პრინციპში ეს სიტუაცია რომ ტელევიზია იქით ითხოვს ფოსული უნდა გადაუხადო რომ თამაში აჩვენოს, გულშემატკივარს კიდევ პრეტენზია აქვს და სტადიონზე არ მოდის და საიდან უნდა მოვიდეს ის თანხა, ის ფული, რომ მარტო ერთ კაცს არ მოუწიოს ამის დადება ეს ჯიბიდან რა.
და იმიტომ არის ზუსტად ახლა პრინციპში მე მგონი მარტო თბილისში არის ეს სიტუაცია და გულშემატკივარი არ მოდის თორე ისე რაიონებში დადის ხალხი. იმდენი არა მაინც ამდენიც შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ მაინც ახლა თბილისთან შედარებით დინამოს თამაშებზე მეც დავდივარ და ვუყურებ რომ ახლა ძალიან ძელია რა წარელი ტრიბუნების წინ ფეხბურთის თამაში რა. მით უმეტეს როცა შენ ახალგაზრდა ხარ და გინდა რომ გაიზარდო, გინდა რომ ვიღაცა დაგეხმაროს და არანაირი დახმარება არ არის ტრიბუნიდან გულშემატკივრისგან. გულშემატკივარს მე შეიძლება ვთქვა რომ პრეტენზია გქონდეს ყველას აქვს პრეტენზია, ყველას უნდა რომ კაი ფეხბურთი ნახოს. სამწუხარო არის ჩვენ რომ ის რასაც ტელევიზორში უყურებთ, ხო იმ ფეხბურთს აქ ვერ ხედავთ რა. მაგრამ თვითონ მოვიდეს სტადიონზე და მერე გამოთქვას პრეტენზიები ახლა ტელევიზორიდან და აქვე იმას კრესლოში ჩამსდარი კრიტიკა ეს ყველა შეუძლია რა, მაგრამ ის რომ აქ მოვიდეს სტადიონზე და თავის საყვარელ გუნდს რო გულშემატკივროს ეს ალბათ რა ვიცი ეს ნორმალური პროცესია პრინციპში მე მარტო აქ ხედავ რომ გულშემატკივარი არის თორე ახლა სხვა ქვეყნებშიც შეიძლება ჩვენზე უფრო დაბალი დონის ფეხბურთის მინახია და მინახია რომ ტრიბუნები გავსავსეა ну სამწუხაროდ ესეთი სიტუაცია არის რა ეს სიტუაცია ამას დრო ჭირდება ну პრინციპში ახლა დრო ჭირდება ვიძახით უკვე 30 წელიწადია და ეს დრო არ დამთავრდა მაგრამ რა ვქნათ ეგეთი სიტუაცია არის რა ერთი კაცის გარდა სხვებმაც უნდა რაღაცა შეიტანონ იმ ფეხბურთის განვითარებაში რა განვითარება გვჭირდება ჩვენ ქართულ ფეხბურთში რა შეიძლება დავამატებ მადლობა რამოდენიმეჯერ ვიყავი რამოდენიმე პოდკასტში და მაქვს ზუსტად ეს შეგრძნება რომ გულშემატკივარი არის იმის გულშემატკივარი კითხვა არ უნდა დასვას რატო უნდა მოვიდეს ანუ ჩვენ ვსვავთ კითხვას რატო გვიყვარს რაღაცა ანუ გვიყვარს და რატო აქ სიყვარულთან დაკავშირებით რატო არ უნდა ისოს ანუ თუ გულშემატკივარს უყვარს ქართული ფეხბურთი დინამო თბილისი იქნება ეს ქუთაისის ტორპედო თუ ბათუმის დინამო უნდა მივიდეს მისი საყვარელი გუნდის საგულშემატკივროდ როგორც ბატონმა თემურმა თქვა ანუ ფული ფეხბურთში გენერირდება და ყველა ვაღიარებთ ფულის გარეშე მაღალი ბიზნესის ბრძოლა ძალიან რთულია გენერირდება მხოლოდ გულშემატკივრის ინტერესიდან და არამედ სხვა არაფრიდან გულშემატკივარი როცა არის მოთხოვნა მოდის სპონსორი მოდის ტელევიზია მოდის ხალხი იყიდება კლუბის ატრიბუტიკა შესაბამისად კლუბი უფრო მაღალ დონეზე თამაშობს ხდება მაღალი დონის ტრანსფერები გადადის ასპარეზზე მაღალი დონის ევროპულ ჩემპიონატებში და აქედან უფრო მეტი ფული გენერირდება. ეს შეუცვლელი პროცესია. ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ჯერ ფული ჩაიდოს და მერე მოვალ სტადიონზე, ეს არ მოიტანს შედეგს. ეს შეიძლება იყოს რაღაცა ერთჯერადი ეფექტი დაუშვათ ფეხბურთში. ჩვენ თუ გვინდა საკლუბო ფეხბურთი თამაში, მე ვიზახი რომ სპორტულ მედიას ძალიან დიდი როლი გეკისრებათ. თუ გვინდა რომ საკლუბო ფეხბურთი განვითარდეს, პირიქით ჩვენ უნდა წავახალისოთ გულშემატკივრის ტრიბუნაზე მოსვლა და არა პირიქით და თქვი კიდევაც ერთ-ერთ გადაცემაში ჩვენ გონია რომ ყავს სპორტული მედია რომელიც უნდა აკრიტიკებდეს იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის პირობითად და საკლუბო ჩემპიონატს, მაგრამ სპორტული ჟურნალისტები გვაკრიტიკებთ ჩვენ იმ სტანდარტით, რა სტანდარტითაც შეიძლება გააკრიტიკოს იტალიური სერია. მე მგონია ეს სტანდარტი უნდა დაუწიო და პირიქით ერთად მოვიფიქროთ, მე გთავაზობთ რომ გავაკეთოთ ამისთვის ფორუმები, ერთად მოვიფიქროთ როგორ შეიძლება გულშემატკივრის დაბრუნება ტრიბუნაზე. ჩვენ თუ თანხმდებით რომ ეს არის თავარი გამოსავალი გულშემატკივრის დაბრუნება ტრიბუნაზე, მაშინ ერთად უნდა ვიმუშაოთ. თუ გავაგრძელებთ ასე, კი ბატონო ჩვენს შეგვიძლია რომ თქვენი კრიტიკა მივიღოთ და კი ბატონო ჩვენი წილი პასუხისგებლობა ავიღოთ. ამიტომ ამის თქმა მინდოდა რომ გულშემატკივარი არის საჭირო ამ ყველაფრისთვის. მარტო ერთი კაცის განასახდელი ის არ უნდა იყოს. მადლობა ისმენთ სასწავლო თქვენი დაბრუნება ქართულ ფეხბურთში. ახსენეთ რომ 35 წლის შემდეგ დინამო თბილისში. ყველა კარგად ვიცით თქვენი საუბრიდან გამომდინარე, რამდენად მნიშვნელოვანი იყო და თქვენი ფიგურები დინამო თბილისში. აი რამის განსხვავება და განსხვავება იმ მოსვლას და ამ მოსვლას შორის, როგორც ემოციურად, ასევე რა რეალურ წინაშე გახართ ეხლა და თქვენი мотиваცია რა იყო პირველ რიგში იმის რომ დაბრუნებულიყავით და ყოფილიყავით დინამო თბილისის თავარი მწვრთნელი. ну პრინციპში მე რომ პირველად მოვედი თბილისის დინამოში, მაშინ სხვა რეალობაში ცხოვრობდი, მაშინ საფეხბურთო კავშირი იყო. მაშინ თბილისის დინამო, ну რა ვიცი რა, იყო ყველა ახალგაზრდა, ყველა ფეხბურთელი, ვინც კი საქართველოში ფეხბურთის თამაშს აპირებდა, ერთი გუნდი იყო რა, მთელი ქვეყნისთვის თბილისის დინამო, რომელიც საფეხბურთო კავშირის პირველობას თამაშობდა და
თბილისის დინამოში თამაში ეს ისეთი რაღაცა იყო როგორც ახლა საქართველოს ნაკრებში თამაშობენ ფეხბურთელები რა. იმიტომ რომ ყველა საუკეთესო ფეხბურთელი ხდებოდა თბილისის დინამოში. მიუხედავად იმისა, რომ სხვა გუნდები იყო, რომლებიც პირველ ლიგას თამაშობდნენ, მეორე ლიგას თამაშობდნენ, მაგრამ თბილისის დინამოს როცა დაინახავდა და დაჭირდებოდა ის ფეხბურთელი, ვინც კი საუკეთესო იყო, ყველა თბილისის დინამოში მოდიოდა, რა. ჩემთვის ახლა რა თქმა უნდა მაშინ ახალგაზრდა 19 წლის ბიჭი ვიყავი და ავისწრო ჩემი ნატრა რომ თბილისის დინამოში მოხვედრილიყავი და არა მარტო მოხვდი, არამედ რაღაცნაირად გავიზარდი შეიძლება ითქვას ესე როგორც ფეხბურთელი და მომეცა იმის საშუალება რომ ჩემი მიზნები მქონდა რომ მეთამაშა სავოგარეთ და კაი დონის გუნდებში, კაი ჩემპიონატში, ისიც იმასაც მივაღწია რა. ნუ ეხლა არ არის ადვილი, როცა გაგი მის საშუალება, რომ ვთავაზობენ თბილისის დინამოსში დაბრუნებას როგორ მსმენელის, ეხლა პრინციპში რაღაც 3 თვის უკან წამოვედი მუშაობდი. კონდა რაღაც შემოთავაზები, მაგრამ მაინც ეხლა რომ დავილაპარაკეთ რასთან ერთად ნუ მეც რაღაცნაირი ის გამიჩნდა რა სურვილი და თუ კი რამის გაკეთება შემიძლია როგორც ახლა როგორც მსნელს ყველანაირად ვეცადო რომ ეს გუნდი ამ მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ ამ მდგომარეობაშიც არის ნუ ახლა რა თქმა უნდა მე მქონდა პატარა მაფიასთან ლაპარაკი გუნდის პრეზიდენტთან მისგან მაგ იმის თანხმობა რომ ის თავისვიდან ყველაფერს გააკეთებს იმისათვის რომ ამ ტრანსფერები რო გაიხსნება მოიყვანოთ ის საკმარისი ფეხბურთელები რომლებიც გუნდს დაეხმარებიან იმიტომ რომ თბილისის დინამო არ უნდა იყოს ახლა თბილისის დინამო ბევრჯერ გითქვია რომ ამ ქვეყანაში ნომერ პირველი გუნდია თავისი მიღწევებით თავისი ისტორიით და არა მარტო საქართველოში არამედ ევროპაში იმიტომ რომ ევროპული თასი გვაქვს მოგებული და არ არის ბევრი გუნდი ევროპაში რომელსაც ევროპული თასი აქვს მოგებული და იმხელა დონის ფეხბურთელებმა გამოიარეს, შეიძლება ითქვას, სოფლიო დონის ფეხბურთელებმა, რომლებიც მართლა ნაკრებებში თამაშობდნენ და დიდი მიღწევები ჰქონდა. ნუ გითხარით, რომ ჩვენ ლაპარაკი ჰქონდა იმაზე, რა გვინდა რომ გავაკეთოთ, ეს ერთია, რა გვინდა რომ გავაკეთოთ და მეორეა, რისი გაკეთება შევძლებთ რა. ამიტომ იყო ზუსტად ეს სამწლიანი კონტრაქტი, იმიტომ გაფორმდა, რომ ეხლა მე ესე მათემატიკა გითხრათ მე ნადად ჩემ თავზე ვერ ავიღებდი წლევანდელ იმას, იმიტომ რომ ეხლა მე გუნდში თავიდან არ ყოფილვარ, ჩემი დაკომპლექტებული არ არის გუნდი. ნუ წინა ვინც გუნდში მუშაობდა, ის ერთადერთი კაცი, რომელიც დიდი ხანია იმას რა ქვია, თბილისის დინამოში მუშაობდა, მქონდა იმის საშუალება, რომ თბილისის დინამოს მთავარი მწვრთნელად ემუშავა. მეც მინდა რომ მადლობა მოუხადო იმისათვის, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი არის გუნდში. ნუ რაღაც თამაშები რომ ნახე მეც შეიძლება ითქვას, რომ გუნდს ღირსი იყო იმისთვის, რომ უფრო უკეთეს შედეგები ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ ფეხბურთი ესეა. ნუ ყოველთვის რაღაც საქმე რო არ მიდის კარგად, პირველი ეს ყველაფერი ხდება თავად მწვრთნელზე რა. ნუ ეს მეც ბევრჯერ გამოცდილი, ესე რომ ეს ახალი არაფერი არ არის. რა თქმა უნდა, აქედან ახლა ჩემი მხრიდან ეს იმას არ ნიშნავს, რომ წლევანდელ წელზე ხელი გვაქვს ჩაქნეული, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თამაშები მოვიგოთ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, თბილისის დინამო მიზანი იქ საერთოდ ეს კითხვა არ უნდა ისმებოდეს, იმიტომ რომ ყველამ უნდა იცოდეს, რომ თბილისის დინამო, იმიტომ არის თბილისის დინამო, რომ ყოველთვის ჩემპიონობის უნდა ბრძოლობდეს, ყველა ტიტულებისთვის რაც კი არის აქ და რა თქმა უნდა ბრძოლობდეს იმისათვის, რომ ქვეჯგუფში მოხვდეს ევროპულ ტურნირებზე. მეც ჩვენ ვეცდებით ყველანაირად, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ და იმედია, რომ დადგება ის დრო, რომ მართლა დავინახავთ თბილისის დინამოს სტადიონს სავსეს, როგორც ეს ნაკრების თამაშებზე ხდება, იგივე თბილისის დინამოს თამაშებზე, იმიტომ რომ საერთოდ რო უყურებ ხო ამ ქალაქს, ხო ამ ულამაზეს ქალაქს მე ვფიქრობ, რომ თბილისი ერთ-ერთი ულამაზესი დედაქალაქია, ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი არის. რაც ამ ქალაქს აკლია, ეს არის ფეხბურთი რა. და იმედია, რომ ახლო მომავალში იმასაც ვნახავთ, რომ მართლა თბილისის დინამოს ის გუნდი ეყოლება, რასაც ნატრულობენ დინამოს გულშემატკივრები. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სახშიშ დომა და კრიტიკა
აქ მოდით და აქ რომ მოხვან და დაეხმარებით, მე უკვე შეგიძლიათ რომ კრიტიკას გააკეთოთ და თქვენი სათქმელით მოად, მაგრამ მანახლა სახლიდან როცა ახალგაზრდა ბიჭები გამოდიან სტადიონზე და უყურებენ ცარიელ ტრიბუნებს, ეს არ არის კარგი ისა რა. ჩვენც რაღაცა უნდა გავაკეთოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მხრიდან რაღაცას რო ითხოვენ, ჩვენც გვაქვს რაღაც მოთხოვნა, რომ იგივე გულშემატკივარის რომ სტადიონზე მოვიდეს და დაუდგეს გუნდს გვერდით. ორი სიტყვით არ შემიძლია, მინდა რომ პატარა კომენტარი გავაკეთო, როცა თემურთან მქონდა საუბრები. ყველა ვიცით ახლა თემური როგორი პატრიოტია თავის ქვეყნის და როგორ უყვარს თავის ქვეყანა. გამორჩეულად განიცდის ყველაფერს და გამორჩეულად უხარია და თემურთან საუბრის დროს რამდენჯერაც დინამო თბილისი ახსენა, იმდენჯერ დავინახე ეს ემოცია და ეს დიდი სიყვარული ამ კლუბის მიმართ და თქვა რომ დინამო თბილისს ვერ შევადარებ ვერც ერთ კლუბს სადაც კი მიმუშავიო. ზუსტად ეს მინდა რომ ჩვენმა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ეს შეგრძნება გამოხატონ კლუბის მიმართ და ეს სიყვარული ქონდეთ კლუბის მიმართ რომ თუ ამ კლუბმა გაუკეთა ყველაფერი მათ რომ ისინი გახდნენ დიდი ვარსკვლავები მათაც უნდა ეს ყველაფერი სანამ დატოვებდნენ დინამო თბილისს ბოლომდე და უმრავლესობა მათგანი ამას აკეთეს მაგრამ თემური მინდა რომ სამაგალითო არის და იყოს ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის თემო მადლობა ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ბატონო თემის გორიში თქვენ პარლამენტარულად ეს ნადრევია საუბარი ის მოიწვევს გუნდში რა გეგმები გაყავდა შიგნით განიხილეთ მაგრამ თორნიკე პარასხელიას როგორ უყურებთ თქვენ აგვირდები ყველა ფეხბურთელს ვიცი იყო შეუცვლელობით დეტალურად ჰქონდა ინფორმაცია საქართველოს ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების წევრზე თორნიკეზე მისი პერსპექტივით დინამოს ძირითად გუნდში ერთ-ერთი პოზიციაზე როგორ უყურებთ ნადრევია თუ შეიძლება უკვე იფიქროთ იმაზე რომ იყოს არა არ არის ნაადრევი არაფერი რა ჩვენ მქონდა მაგაზე ლაპარაკი და იმედია რომ ნუ პრინციპში ახლა ჩვენ ორი დღეა მე გუნდში ვარ ჯერ კიდევ ყველაფერს ვერ იმას შვები რა ქვია იმას ამ ორ დღის განმავლობაში ყველაფერი ვერ იმას ვქენი და ვექნება მაგის დრო და ყველა იმ ნიჭიას და ახალგაზრდა ფეხბურთელს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს რამდენი წლის არის ნუ რა თქმა უნდა ახლა 10 წლის ბავშვი ვერ მოიყვანს მაგრამ უკვე 16-17 წლის ბავშვი უკვე მზად არის იმისათვის რომ პირველ გუნდში შეიძლება ვერ ითამაშოს მაგრამ ნუ ივარჯიშოს და თანაც ახლა როცა თუ ვიღაცა ნიჭიერია რა თქმა უნდა ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ ყველაფერს გავაკეთეთ იმისათვის რომ მისი ოსტატობა უფრო მეტად გაიზარდოს და რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენ მაგალითები ახალგაზრდა ბიჭები არიან, იგივე სალიაც ახალგაზრდა ბიჭმა დაიწყო თამაში და ამხელადონის გუნდში წავიდა, იმიტომ დაიმსახურა და იმედია რომ ისიც იქ კაი სახეს მოუტანს ქართულ ფეხბურთელებს და ნუ როგორც ხვიჩა კვარაცხელია და დანარჩენი ბიჭები არიან სავაგარეთ და კარგად თამაშობენ, უკვე დაინტერესება ძალიან დიდი არის. ჩვენი მხრიდანაც რა თქმა უნდა ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებით, მაგრამ თვითონ უცხოელების დიდი ის არის, რა ქვია იმას, რომ აქვე კარგად გაიცნონ საქართველოს ფეხბურთი და დაინტერესდნენ ქართული ფეხბურთელებით. რა ეს კარგია ჩემპიონატისთვის, კარგია ნაკრებისთვის, რაც უფრო მეტი კაი ფეხბურთელები გვეყოლება, მით უფრო უკეთესი იქნება ჩვენი ნაკრები და ეს ყველასთვის კარგია. მადლობა, ირაკლი. ეს დავამატებ თუ გოთფრით დავამორჩა მოგოჩი გამოსულ ფეხბურთელებზე იქნება აქცენტი როგორც მეთქი და თქვენ თვითონ ფეხბურთელებზე როგორც ეს იქნებიან ქართული მოთამაშეები რომლებიც 30 პლუს არიან მე ასაკობრივი კატეგორია თუ უცხოელი არა ნუ ეს ჩვენ მე მქონდა ესთან ლაპარაკი და ძალიან ბევრი ფეხბურთელი არის ჩვენი განათხრებით სხვა გუნდებში, რომლებიც სხვა გუნდებში თამაშობენ რა. ნუ დავაკვირდებით ამ ფეხბურთელებსაც რა. ნუ თუ ისინი იქნებიან იმ დონეზე, რომ ჩვენ უფრო გაგვაძლიერებენ, რა თქმა უნდა, ამ ფეხბურთელზე ვილაპარაკოთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ნუ ჩვენ გვინდა არ აქვს მნიშვნელობა ის უცხოელი იქნება თუ ქართველი იქნება, თუ ჩავთვით იმათ რომ რა ქვია მას ესენი ჩვენ გუნდს დაეხმარებიან და ახალგაზრდა ფეხბურთელებს გვერდში ამოუდგებიან, რომლებიც მართლა კაი ფეხბურთელები არიან, ძირითადად თამაშობენ და ძირითადად იმიტომ თამაშობენ, რომ ღირსები არიან, იმიტომ კი არა რომ რაღაცა სხვა მიზნები არის ამისთვის. ამიტომ კი, რაც უფრო მეტი გამოცდილი ფეხბურთელები გვეყოლება ამ ბიჭებთან ერთად გუნდში, ეს უფრო უკეთესი იქნება გუნდისთვისა, რა თქმა უნდა, მარტო ფეხბურთელების გაზრდაზე კი არ მუშაობთ, აქ მუშაობთ, იმიტომ რომ მუდმივ ჩემპიონობა მოიგოს.
თასი მოიგოს, გავიდეს ევროტურნირებზე, ეს არის ჩვენი ნომერ პირველი მიზანი რა. ნუ რა თქმა უნდა, თუ იქნება იმის საშუალება, რომ ახალგაზრდასაც მივცეთ შანსი, რომ ისინიც გაიზარდონ ამ ფეხბურთელებთან ერთად, კარგი იქნება და რა თქმა უნდა, თუ წავლენ საავგარეთ, ამით ეკონომიურადაც გუნდი იხეირებს და თვითონ ის ფეხბურთელის, რომელიც საავგარეთ მიდის. მაგრამ ისე რომ აქ ჩვენ იმიტომ ვარ ეს გუნდი იმიტომ არის რომ ვიღაცები გავზარდო და გაუშვა და ამ მუშაობაში არა ვარ, ამ პროცესში არა ვარ. კარგი იქნება თუ ესეც იქნება და შედეგიც თუ იქნება. ეგ არის ჩვენი ნომერ პირველი მიზანი ამ გუნდში. რაც მეტი ადამიანი იulis ტრიბუნაზე, მით ნაკლები იქნება გადინება, ნაადრევად აღარ წავლენ ფეხბურთელები, მოგეთ ამის თქმა მინდა. ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ მაინც რაღაც თვითონ დაბალანსდეს მოგეთ კლუბის ყოველდღიურობის არსებული დანახარჯება დაბალანსდეს რაღაც და შესაბამისად ფეხბურთელების გაყიდვას იმიტომ გვიწევს, რომ არ არის სხვა შემოსავლები, მხოლოდ არის პრეზიდენტის დაფინანსება და ფონდი და ტრანსფერები შესაბამისად ეს ერთმანეთს აბალანსებს და ამიტომ თუ გაიზრდება მაყურებელი, თუ დაინტერესდება ტელევიზია, მოვა ბევრი სპონსორი, შესაბამისად შევეცდებით რომ კლუბი უფრო დიდხანს შევიდარჩუნოთ ახალგაზრდა ფეხბურთელები. მადლობა, მერე ნუ ეხლა ანგარიში რამდენი ფული უდევს ეხლა დინამოს ეგ არ ვიცი მე. ხო, მოკლედ ჩვენ ამ მოლაპარაკებების დროს რა თქმა უნდა ეს საკითხი იყო მნიშვნელოვანი. ბატონ თემური არ არის ხა ისეთი რომ დაუშვათ არ დაფიქრდეს რა პროექტს კიდებს ხელს და მიდიოდეს და მით უმეტეს ძელვადიანზე. მე მინდა გითხრათ რომ ბატონ რომას ექნება რამოდენიმე ხანში საშუალება რომ მიმართოს გულშემატკივარს და საზოგადოებას თუ რა გეგმები იქნება დინამო თბილისში მისგან გვაქვს მხარდაჭერა ჩვენ გვაქვს შუალედური გეგმა 2026 წლის და ასევე გვექნება მოსამზადებელი და შესაბამისად პრეზიდენტისგან უფრო დეტალურად გაიგებთ რა გეგმა იქნება იმ პროექტის მხარდასაჭერად რომელიც ბატონ თემურთან შეთანხმდა შესაბამისად ბატონ თემური მოვიდა კონკრეტული პირობით კონკრეტული გეგმით და გარანტიებით რომელსაც ჩვენ ავიღეთ ამის პასუხისმგებლობა ეხლა დეტალებს კიდევ ვერ გეტყვით ამაზე მე ვიცი რომ პრეზიდენტს აქვს რაღაც სათქმელი თქვენთან და უახლოეს ხანში აპირებს ამის გაკეთებას, ამიტომ დაველოდოთ ბატონ რომას. მადლობა. ხო, ნუ ეხლა მეც დავამატებდი და პრინციპში დაგაზამას თქვა რომ ჩემი მოსვლა მარტო ის არ არის, ეხლა მე სიმართლე გითხრათ ის არ არის ჩემი ეკონომიურად რამდენად იმას ვიზამ მე ჩემი ამბავი არ არის, აქ არის თბილისის დინამოზე ამბავი რა. არა, ხო მაგას ვიზარ, თბილისის დინამოზე არის ამბავი. მეც მომეცა იმის საშუალება რომ რაღაცა გავაკეთო ამ გუნდისთვის რა. და მე ყველანაირად ვეცდები რომ გავახარო დიდ გულშემატკივარი რომ თბილისის დინამო მიაღწიოს იმას ისი ღირსიც არის თვითონ ეს გუნდი რა ისტორიულად რა. ხო და მეც ახლა ძალიან კარგად მიცნობ ახლა მე შევატყობ რომ ამის საშუალება არ არის და ამას ვერ გავაკეთებ ხო? არა აქვს მნიშვნელობა მე 3 წლიანი კონტრაქტი მაქვს თუ 8 წლიანი, შეიძლება 1 წელიწადში წავიდეს, შეიძლება 2 წელიწადში წავიდე. ეს არა ღმერთმა არ ეკნას, რა ჩვენ აქ იმიტომ მოვედით, რომ რაღაცა საქმე გავაკეთოთ და ამის ყველა პირობა ნუ დავდებით რა, როგორც იტყვიან რა, ნუ ეს ყველაფერი მოხდება. დანარჩენი ახლა უკვე იმაზეა დამოკიდებული რა ისა და ნუ როგორც გითხარით რა, ახლა ეს დღამში არ მოხდება, ამისთვის დრო არის საჭირო რა. ამისთვის როგორც გითხარით სამწუხაროდ გუნდი ამ მდგომარეობაში არის ახლა ეს არავის არ უხარია ეს თბილისის გულშემატკივარია თუ არ არის ყველა ელოდება იმას რომ რაღაცა ცვლილებები მოხდება ნუ ახლა ჩვენ ყველანაირად ვეცდებით რომ რაღაცა გავაკეთოთ ამ პატარა დრო რაც გვაქვს ახლა პრინციპში 2 დღეა რაც გუნდში მოვედით ნუ მიზნები ბევრი გვაქვს ბევრ რაღაცაზე ვოცნებობთ და იმედია რომ ეს ჩვენი მიზნები და ჩვენი ოცნება რაც გვინდა რომ გაკეთდეს ამ გუნდისთვის ამას ახლო მომავალში მოვახერხებთ რა. წარმატებები უსურვოთ თემურ კეცბაიას და თქვენ თუ მოგეწონათ ვიდეო დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები.